იმ პერიოდში მოღვაწეობისა ცისფერყანწელების 15 წელს მოიცავს მათი მოღვაწეობა 1916 წლიდან ჟურნალ ცისფერი ყანწების პირველი ნომრის გამოცემიდან 1931 წლამდე, როდესაც ერთ-ერთი ცისფერყანწელი ალი არსვენიშვილი აქვეყნებს აშინდელ პრესაში ცნობას ქართული სიმბოლისტური მოძრაობის და კერძოდ ცისფერყანწელთა ორდენის დაშლის შესახებ. თუმცა 15 წლის მანძილზე მათ მოახერხეს და შეიძლება ითქვას სრულყოფილად ერისთვის მეტნაკლებად მტკივნეულოდ განაახლეს, აღორძინეს და შეიძლება ითქვას ახლებურად შვეს ქართული მენტალური რაობა. ზოგადად ნაკვები ისტორიული წიაღიდან და სამომავლოდ გაძლიერებული. ამ საქმისთვის მათ უაღრესად დიდი მადლიერება ეგების შემდგომი თაობებისა და ჩვენ მათ დიდად მოწიწებითა და დაფასებით ვიხსენებთ და ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმაც ჯეროვნად უნდა იცოდნენ მათი ღვაწლი, რა თქმა უნდა. და აი ამ პერიოდში 1916 წელს ცისფერყანწების გამოცემით, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ უკვე, რომ თებერვალში გამოვიდა პირველი ნომერი, მეორე ნომერი გამოვიდა ამავე წლის ოქტომბრის თვეში და მესამე ნომრის გამოცემას აპირებდნენ, მაგრამ შემდგომ მათ გარკვეული გეგმების გადალაგება მოუხდათ, რამე თუ გაშლა იყო საჭირო პერიოდული გამოცემებისა თავად ცისფერყანწელების მიერ, იმიტომ რომ წამყვანი პიროვნებები ამ ორდენისა თავად არაერთ ჟურნალ გაზეთს რედაქტორობდნენ და ამიტომ მხოლოდ ლოკალიზაცია ერთ ჟურნალში მათი შემოქმედებითი ძალებისა ნაკლებად ნაყოფიერი იქნებოდა, საჭირო იყო გაშლა მათი უნარების და რა თქმა უნდა შემდგომ უკვე ეს ცისფერყანწელთა ეს პირველი ჟურნალი ცისფერი ყანწები მხოლოდ 2 ნომრის ამარად დაგვრჩა. თუმცა თავისი საქმე სრულყოფილად გააკეთა. ამ დროს ხდება, როგორც აღნიშნეთ, ამ დროს ხდება ერთგვარი ძალების მობილიზაცია. ამ მობილიზაციაში ძალებისა, მენტალური ძალებისა, რა თქმა უნდა, მარტო პოეტები და მწერლები არ მონაწილეობენ, აქ იკრიბებიან ერთგუნდად პოეტები, მწერლები, მხატვრები, მეცნიერები და აქ მკვიდრდება რეგიონალური მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ძალა სხვადასხვა შემოქმედებითი მიმართულების სფეროების წარმომადგენლებისა და ისინიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას საქართველოს მენტალური განახლებისთვის. ამგვარი ძალების კონსენსუსით, ამგვარი შეთანხმებით გუნდური მოღვაწეობისა შედეგად მივიღეთ ის, რომ 1916 წელს ყალიბდება საქართველოს ხელოვანთა საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვან წარმომადგენლებს აერთიანებს. 1916 წელსვე იხსნება საქართველოს მხატვართა საზოგადოება. 1918 წლისთვის უკვე ყალიბდება გუნდი, რომელიც აგვირგვინებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნისთვის გაწეულ დიდ მაშვრალობას, დიდ გარჯას ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით და სხვათა შორის ძალიან დიდი შეწევნით ცისფერყანწელებისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად 1920 წლისთვის იხსნება სამხატვრო გალერეა, ამჟამად მას ცისფერ გალერეას ვეძახით. 1920 წლისთვის ხელოვნების მუზეუმი იხსნება. 1923 წლისთვის დიდი ძალისხმევით ასევე აი ამ ერთგუნდად შეკრული მოღვაწეებისა იხსნება 1922 წელს სამხატვრო აკადემია, 1923 წელს მწერალთა კავშირი და კონსერვატორია და ერთგვარი მოთათბირებით შემდგომ განვითარებული
მართებული გზებით თანდათან ყალიბდება სხვადასხვა მეცნიერულ სფეროებში მოღვაწე ერთგვარი ინსტიტუციები, რომელიც უკვე შემდგომ რა თქმა უნდა დაგვირგვინდება უკვე მოგვიანებით, თუმცა მანამდე სანამ დაგვირგვინდებოდა დიდი საქმე აკეთეს ამ ინსტიტუციებმაც რა თქმა უნდა და 1941 წელს ეს ყველაფერი მეცნიერებათა აკადემიის გახსნით დაგვირგვინდა. ამგვარმა ცენტრიდანულმა გაშლებმა თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა კულტურული კერებისკენ და ამგვარმა გუნდურმა მუშაობამ უამრავი სფერო წამოწია წინა პლანზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გაკეთდა, გამოიწვია ერთგვარი თანხვედრა აზრისა, რომ საჭირო იყო დიდი სამოციანელების თელდალეულთა მიერ წამოწყებული და დაარსებული მეცნიერული კრიტიციზმის აღორძინებაც და აი ამ კუთხით წარმოუდგენლად დიდი ღვაწლი გაწიეს ცისფერყანწელებმა და არა მხოლოდ მხატვრებმა, კომპოზიტორებმა და სხვა ესე ვთქვათ ხელოვნების თუ მეცნიერების დარგის წარმომადგენლებმა, რათა ჩამოყალიბებულიყო, გამყარებულიყო და სიცოცხლის უნარიანი გამხდარიყო მეცნიერული კრიტიციზმი. აი ხშირად დღეს ისმის კითხვა ხოლმე და რა გვეშველება, ხომ? ესეთი კითხვა ისმის და ესე ვთქვათ გაშარჟდა კიდევაც და გარკვეული პერიოდის მანძილზე ერმა უტრირებაც კი გავაკეთეთ და დავაკნინეთ ერთგვარი ეს გამოძახილი რა გვეშველება, მაგრამ აი სწორედ აი ამ კუთხით თუ დავფიქრდებით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვნად სასიცოცხლო ერისთვის ესე ვთქვათ მეცნიერული მიმართულება, რომლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის სწორედ ეს კარგად ესმოდა ცისფერყანწელებს და მათ გარშემო შემოკრებილ ხელოვან საზოგადოებას, რათა ესე ვთქვათ უღირსი დაძირულიყო, მხარში ამოდგომოდნენ ღირსეულს, დაეფრთხოთ ეს საოცარი მოძალება გრაფომანების და ჩხაბნელების და რა ვიცი მხატვრელების და უამრავ სფეროში იყვნენ მოძალებული ეს მედროვეები, რომლებიც ცდილობდნენ მარადისობასთან ჭიდილს და ერთგვარ ფიგურალურად რო ვთქვათ, ხატოვნად რო ვთქვათ, ეკლესიის ფრესკაზე მიჩხაპნას თავისი სახელგვარისა ამ უსუსურობას ერთგვარს, რომელსაც ამგვარი სახე აქვს. როცა უღირსი ადამიანი ცდილობს მარადისობაში როგორმე დაიმკვიდროს საკუთარი თავი და ის სწორედ მეცნიერულმა კრიტიციზმმა აღორძინებულმა და კვლავ გაშლილმა საშვილიშვილო საქმე ესე ვთქვათ სამკურნალო ენერგიის მოძალებაც გამოიწვია სხვადასხვა სფეროსთვის, არა მარტო ხელოვნების სფეროსთვის, ზოგადად მეცნიერული სფეროებისთვის. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ვახსენეთ კიდევაც და ეხლა უპრიანია რომ შევეხოთ ქართული პერიოდიკის საოცარი მობილურობა წარიმართა ჟურნალ გაზეთების სამეცნიერო გამოცემების სასწავლო მუშაობა გაიშალა საქართველოს დაბაქალაქებში და ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რათა სოციუმის ყველა სფეროში შესულიყო ეს ერთგვარი შემოქმედებითი მენტალური სიახლე, რაც დაიბადა 1916 წლის თებერვალში ცისფერყანწელების გამოცემით საქართველოში და მაღალმხატვრული პერიოდიკის გამოცემათა სიმრავლემ და ერთგვარ ექსპანსიას უნდა უზრუნველეყო ეს გაწეული ძალისხმევა ამაოდ რომ არ ჩავლილიყო. ამ მხრივ ჩვენს მიერ არაერთხელ აღნიშნული ცისფერყანწელების გამოცემა ჟურნალისა გზას უხსნის შემდგომ უკვე პერიოდიკის ქმედითობას, მობილურობას და ვიხმარეთ კიდევაც ეს ტერმინი ექსპანსიას შემოქმედებით ასპარეზზე და ამ მხრივ მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ეს ცისფერყანწელების ეს მეორე ნომერი გახლავთ 1916 წელს გამოცემული ოქტომბრის თვეში, სადაც გამოყრილია ის ახალგაზრდა ენერგია ცისფერყანწელების პლეიადისა და
ამავდროულად ჟურნალში ზურგის გასაძლიერებლად ახალგაზრდების ზურგის გასაძლიერებლად მოწვეული არიან ვაწმოსილი მწერლები. აქ უკვე შეიძლება რა თქმა უნდა ჩამოვთვალოთ ის პოეტები, მწერლები, პუბლიცისტები და კრიტიკოსები, რომლებიც ბირთვს წარმოადგენენ ცისფერყანწებისა და სხვათა შორის ამ თემას, როდესაც დაინტერესებული მივსდევდი, ყოველთვის მაღიზიანებდა ქართულ კვლევარულ მეცნიერებაში დამკვიდრებული მეტად გამაღიზიანებელი ახირებული თვისება, რაიც ახასიათებს სხვათა შორის ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა თაობის მკვლევარებს, კერძოდ და ასე შემდეგის პრობლემაა, იმიტომ რომ როდესაც ვეძებდი რომელი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი თუ კრიტიკოსი თუ მხატვარი ან თეატრალური მოღვაწე იყო წევრი ცისფერყანწელთა ორდენისა, უამრავ გამოცემებში ბიბლიოგრაფიული ხასიათის, მეცნიერული ხასიათის, მკვლევარული ხასიათის თუ ისე პერიოდიკაში არის ეს ერთგვარი აჩემებული ტერმინის მოშველიება, ჩამოთვლილია ძირითადი 3-4 პოეტი თუ მწერალი, თქვათ პაოლო იაშვილი, ტიციან დაბიძე, ყოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და ასე შემდეგ. ერთ-ერთ გამოცემაში ასე ვაწყდებოდი, შემდეგ კვლავ სხვა გამოცემებში ჩამოთვლილია კვლავ თითქმის იგივე ნუსხა, თუმცა 1-2 გამოტოვებით დამატებულია ვთქვათ ალი არსენიშვილი, ლელი ჯაფარიძე, გრიგორ ჯაფარი და ასე შემდეგ კიდევ. და ამ გვარმა დამოკიდებულებამ ზოგადად ჩამოყალიბებულმა მე ვთვლი რომ ეს მინუსია ერთგვარი. კარგი გაგებით გამაღიზიანა კიდევაც და უფრო ღრმად დამაინტერესა, რათა მიმეყოლია და მომეძია თუ კერძოდ ვინ იყო წარმომადგენელი ცისფერყანწელთა ორდენისა. მინდა ჩამოვთვალო ის პერიოდული გამოცემები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სწორედ აი შემოქმედებითი პოტენციალის სხვადასხვა სფეროში შემოქმედებითი პოტენციალის გამყარებისთვის. თავად პაოლო მოგახსენეთ გამოსცემდა ცისფერყანწები ჟურნალი გამოსცა, ტიციან დაბიძე გამოსცემს გაზეთ ბარიკადს, ამავდროულად მოგვიანებით იგი იწყებს თანამრედაქტორობით გამოცემას ჟურნალ რუბიკონს, გამოსცემს ნიკოლო მიწიშვილი გამოსცემს გაზეთ ფიგაროს რუსულენოვანს, ვალერიან გაფრინდაშვილი გამოსცემს ჟურნალ მეოცნებენ იამორებს, გოგლა ლეონიძე გამოსცემს გაზეთ ბახტრიონს, სანდრო ცირეკიძე გარდა იმისა რომ გამოსცემს ჟურნალს შვილდოსანს, ამავდროულად იგი საგამომცემლო მეტად მნიშვნელოვან ორგანიზაციას აყალიბებს, კირჩხიბს, ცისფერყანწელთა ოდნავ შედარებით უმცროსი ცისფერყანწელების თაოსნობით გამოდის ჟურნალი კრონოსის სარკე, სადაც ახალგაზრდებთან ერთად ამ ხრივ, ამ საქმიანობიდან გამომდინარე პირველ ნაბიჯებს დგამს ტერენტი გრანელი, რომელიც ძალიან დაახლოებულია ცისფერყანწელთა იდეასთან და თავად ცისფერყანწელებთან, სანამ igიც ერთგვარად განცალკევდებოდა და განზე გადგებოდა ცისკენ მზირალი, სიკვდილის სიცოცხლეზე დაფიქრებული, აი ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ეწევა ცისფერყანწელებთან ერთად და იგი აი სწორედ ფსევდონიმით ტერენტი წალენჯიხელი აი გამოსცემს ამ პერიოდიკას და აგრეთვე აღსანიშნავია პერიოდიკა ლადო მაჭავარიანის მიერ გამოცემული აისი და აი ეს ერთგვარად უცებ ჩამოთვლილი ახლა ეს პერიოდიკის წარმომადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ღვაწლმოსილი ერთიანად მთელი ფრონტით გაშლილად ცდილობს და ამ გადასახედიდან ჩანს რომ ახერხებს რა თქმა უნდა სათანადოდ შეამზადა ის ასპარეზი, რომლის მეშვეობითაც ხელოვნების სხვადასხვა დარგებში
იწყება აღმავლობა, შეიძლება არ მოვერედები ამ სიტყვას, თითქმის საქართველოში იმჟამად იწყება აღმავლობა ხელოვნების და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში და აქვე რა თქმა უნდა აღსანიშნავია უაღრესად მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ მიმართულება ლიტერატურული თარგმნითი საქმიანობა მათ საკმაოდ ენერგიულად გაშალეს თარგმნეს ბოდლერიდან დაწყებული მალარმე, ჰერედია, არტურ რემბო, ვერლენი, ლაფორგი, ტრისტან ცარა და სხვა მიმართულების, ესე ვთქვათ, ლიტერატურული მიმართულების შემოქმედნი განსაკუთრებით გამოსარჩევია, რა თქმა უნდა, ეს იტალიური მიმართულება, ეს განშტოება სიმბოლიზმის, ეს დადაიზმი ტრისტან ცარას თავოსნობით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ იგი აშკარად დეკადენტური აღმოჩნდა და შემდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით ულტრამემარცხენების, ესე ვთქვათ, მოძალებით ეს ლიტერატურული მიმართულება ჩაკვდა და დიდად მნიშვნელოვანი ძვრები ვერ მოახდინა პროგრესული თვალსაზრისით. ლექციის დასაწყისში ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც, რომ სიმბოლისტებს ახასიათებთ გაბუნდოვანება, რათა მარგი ქმედების კოეფიციენტი კითხველის აზროვნების ამაღლდეს. ამ კუთხით რა თქმა უნდა სიმბოლისტური მიმართულების, ვთქვათ, პოეზიის კითხვისას კითხველი ერთგვარი რადა შემზადებული უნდა იყოს, თვალსაჩინოდ შეიძლებოდა ერთი-ორი ლექსის გაჟღერება, მომიტევეთ, შემოგთავაზებთ, რათა თვალსაჩინო იყოს, რამდენად დახუნძრულია სახესიმბოლოებით, ქარაგმულად ნათქვამით სიმბოლისტების შემოქმედებითი პროდუქტი, ამ შემთხვევაში ლექსი, შემოგთავაზებით თვალსაჩინოდ ტიციანის ბირნამიის ტყე, ქალდიას ჭრდილი, ლორდი პიერო მოღუნულ კუზით, ლედი მაკბეტი პერან გახტილი, გადამთვალ სტუმრებს მუხლებზე უზით მოჰყავთ არტური, ავადმყოფ ჭინკებს მოწყვეტილი ფეხით ჭიანურს უკრავს, თავის მკვლელები ავსებენ ჭიქებს და ულოცავენ ამაყ მოურავს, ყვითელ მალაელს მოსდევს პაოლო, ფარშავ ანგების შემოჰკრა ალყა და ოფელიამ თვალი მოავლა, ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა. დგება ტაძარი სახრჩობელაზე, ფერული და ეფემერი არ ვისვენდოვი, მაგრამ ყველაზე უფრო მაწვალებს სინაზით მერი და კოლომბინას ჭლექის ყველაზე შეატრიალებს კარს ნოემბერი. და თუ დავფიქრდებით, რა თქმა უნდა, აი ერთი წაკითხვით და ერთი გადაკითხვით ამ ლექსის გააზრება ბოლომდე მეტად რთულია, რა თქმა უნდა. ამგვარი სახესიმბოლოების დატვირთული ლექსი, რა თქმა უნდა, ერთი გადაკითხვით გაუგებარი ხდება, აუცილებელი არის დამხმარე ლიტერატურის მოშველება, აუცილებელია და უნდა გაცნობიერებული იყოს ზოგადად. გარკვეული მარაგი უნდა გქონდეს ერთგვარი, რათა სიმბოლისტების ნაღვაწი აიღო და წაიკითხო, ეს იქნება ესე, იქნება პოეზია, იქნება თუ პროზა. კიდევ ერთ ლექსს მოვიშველიებდი, მეტად საინტერესოს, დიდი გოგლა ლეონიძის ლექსს, პოეტი აკადემიკოსის, სიმბოლისტური პერიოდისა, გახლავთ ესეთი ლექსია ოფორტი. არღნის თოვლებში გზაჯვარედინი, ბზე დასიებო მთავარ ანგელოს ჯდება გუმბათზე ჯალალედინი, ბრინჯაოს ჯირიც ამსხრევს ანჯელო ნატის უსალში ამთხრადებს ვატმანს, ვაგზლის გეიშა ფარნებს ამძიმებს, დასარაცინი აწილვეს ფატმანს, კერალოთების წლიან ბარძიმებს, ათოვლებულა ტორეადორი და ხელსარკიანი დადის გოტიე, შჭამ სურავანდი და თეადორა ჩამპალ ბუზებში ტაძარს გოტიურს, ვერსალზე დარდიმე მალოდინებს და ღამებისას მაცმევენ ნიღაბს, ვიღაც მიმზადებს გილიოტინებს, კვენენ ძაღლები მომავალ იღბალს. და აი ამ კუთხით ხო ეს ორი ლექსის თვალსაჩინოდ საკმარისია იმისთვის, რათა გავიაზროთ, რამდენად
მართებულად აქვს სიმბოლის ახალგაზრდა სიმბოლისტური ზევით აი ამ ახალგაზრდა შემოქმედ სიმბოლისტური მიმართულების მოვაწეთ რამდენად მართებულად აქვს დასახული იდეა იმისა რომ ადამიანში აი სიღრმითობა ეს მიღმიერობა თვალსაჩინოს გადახედვის უნარი დააბრუნონ ეს ტრანსცენდენტური არაერთხელ არის ნახსენები მათ ლექსებში ეს ღვთიური მუხტი და ადამიანური ერთგვარი ჭოჭმანი შემოქმედებითი მაგრამ ესე ვთქვათ კი არის იქ მე ამბობ სული მაგრამ არ არის არსად იქ გვერდზე გაწევა ტრანსცენდენტისა აქ არის სწორედ აი ეს ერთიანობა მათ იდეაში ამით არის ნაკვები სიმბოლისტური იდეა ძალიან მნიშვნელოვანი რითაც მეტად გაწონასწორებულია და ამიტომ არის რომ იგი პროგრესულ სამერმისო საქმეებისთვის მნიშვნელოვან ბალავარს და საძირკველს წარმოადგენს და აქ მეტად მნიშვნელოვანი მომენტიც უნდა აღინიშნოს აუცილებლად კვლევარულ სივრცეში დამკვიდრებულ აზრს თითქოს და მანიფესტში არის ისეთი ფრაგმენტები სადაც ცისფერყანწელები უარყოფენ წარსულს და მხოლოდ მომავლისკენ იხედებიან და ეს ძირშივე უსაფუძვლო გააზრება რამე თუ იქ დაუშვათ ამგვარი ფრაზა უარყოფ წარსულს სწორედ ერთგვარ ტრანსცენდენტულ მთლიანობას წარმოადგენს ტიციან ტაბიძის მიერ გაჟღერებული ეს ფრაზა და არა უარყოფას იმ წარსულისა რა წარსულიდანაც ისინი იკვებებიან აფასებენ მადლიერებით იხსენიებენ ყველაფერს აკეთებენ რათა ყველა ფენებამდე დავიდეს იმ ბრძნული დამრიგებლური მშობლური მამობრივი ნააზრევებისა რაც დატოვეს თერგდალეულებმა იქნება ქართველმა რომანტიკოსებმა თუ სხვადასხვა მეცნიერულ თუ შემოქმედებით სფეროში მოღვაწე შემოქმედებმა რომლებიც ამ ახალი თაობის ამ პლეადის წინამორბედი ბრალდებიან და აქედან გამომდინარე უარყოფთ წარსულს არ ნიშნავს ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით აღნიშნა აქ არის საუბარი სწორედაც ხაზი ესმევა აწმყოს მნიშვნელოვნობას ძალიან მნიშვნელოვანი არის აწმყოს გააზრება ის მობილური გუნდური ცენტრიდანული მოქმედებები დრო არ არის მხოლოდ წარსული დიდებით ცრემლიზღვრა და თუნდაც აღფრთოვანება და რომ საჭიროა ამჟამად ახლა აწმყოში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საქმეების კეთება სხვადასხვა მიმართულებით მეცნიერულ თუ შემოქმედებით სფეროში ამ ხრივ ნამდვილად არამართებულად მიაწერენ ცისფერყანწელთა მანიფესტს წარსულის უარყოფას ალბათ საჭიროა რომ მეტად ჩაუღრმავდეთ ამ მანიფესტს და მართებული დასკვნები გამოვიტანოთ. ცისფერყანწელთა ეს 15 წლიანი გზა ორ ნაწილად იყოფა 1924 წლამდე, სადაც იყო ეს გააქტიურებული გარჯა, მაშვრალობა, მუშაობა, გაშლილი ყველა სფეროში, რამაც უდიდესი შედეგი გამოიღო. მოგეხსენებათ, რომ სწორედაც ეს სიმბოლიზმი იქნება თუ იმპრესიონიზმი თუ ამ დროს განვითარებული სხვა ლიტერატურული თუ სხვა შემოქმედებითი მიმდინარეობები, თქვათ ფუტურიზმი, კუბოფუტურიზმი, იმაჟინიზმი, დადაიზმი თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო სწორედ ტექნიკური პროგრესის განვითარებასთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად ქართულ ენაში ამ კუთხით შემოვიდა ტერმინოლოგია, ტექნიკური ტერმინოლოგია, რომელმაც რა თქმა უნდა დიდი მოძალება, რეპრესია განაცდევინა ქართულ ენას, თუნდაც სამეთყველოს და საჭირო იყო გარკვეული თავყრილობა, რათა დაწმენდილიყო და ქართული შესატყვისობა მოძებნილიყო აი ამ ტექნიკური ტერმინოლოგიისა და ისედაც ამ მომენტისთვის ქართული ენა მეტად მოძალებული იყო რუსული ბარბარიზმებით და
ამიტომ აი ამ კუთხითაც ცნობილი თავყრილობა აკაკი შანიძისა და კორნელი კეკელიძის მეთაურობით, აი სწორედ ამ თავყრილობაში ცისფერყანწელებმაც დიდი წვლილი შეიტანეს, თავად პაოლო აქტიურად მონაწილეობდა ამ კუთხით და შემდგომ უკვე ერთი თავყრილობა ამას რა თქმა უნდა ვერ გაწვდებოდა და მრავალჯერადი თავყრილობის ჟამს მათი წარმომადგენელი მიავლინეს და მიქელ პატარიძე გენიალური პიროვნება, ცისფერყანწელების იდეების ესე ვთქვათ გამზიარებელი და ის იყო კომისიაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გაქართულებას ცდილობდა შემორჩენილი ბარბარიზმებისაც თუ ტექნიკური ტერმინოლოგიის, ესეც მეტად მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. აქ ორი სიტყვით მინდა ვთქვა რომ რა თქმა უნდა საქართველოში სიმბოლიზმის განვითარებას მოჰყვა სხვა შემოქმედებითი მიმართულებების წამოწევაც მოხდა წინა პლანზე, აქ ფუტურისტები, იმაჟინისტები, დადაისტები, სომნამბულისტები, თუმცა ეს თემა ჩვენ სერიოზულად გადაგვახვევინებს გეზს არჩეულს ამ ლექციისთვის, ამიტომ ამის შესახებ სხვა დროისთვის გადავდოთ საუბარი. და ეს ლექციაც დასასრულისკენ წავიყვანოთ, ვახსენეთ ჩვენ ორდენოსნები, ცისფერყანწელები და აღვნიშნე თუ რამდენად თავადმეც მაწუხებდა დასხვას პრობლემა, ამიტომ ვეცდები ჩამოვთვალო თუ ვინ იყო მოღვაწე ამ საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან ორდენში ვინ იყო გაერთიანებული, ну რა თქმა უნდა წინამძღოლი პაოლო იაშვილი, რომელიც იყო სტუმრების დამხვედრი, სხვადასხვა პიროვნებების მასპინძელი, ქართული ვაჟკაცური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება, რომელიც მასპინძლად ხვდებოდა არა მხოლოდ უცხოტომელთ და ესე ვთქვათ თანაზიარს ხდიდა მეცნიერული თუ შემოქმედებითი ნაბიჯების გადადგმის ჟამს. პაოლოსთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ იგი იმდენად იყო ჩართული გუნდურ მოღვაწეობაში და იმდენად ესმოდა თუ რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იყო გაშლა შემოქმედებითი პოტენციისა, აღორძინება, დაბადებას, სხვადასხვა მიმართულებებს თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის თვალისთვის არც კი მოუცლია და ისე წავიდა იმ ქვეყანას, რომ ლექსების კრებული არც კი გამოუცია, თუმცა სხვებს დიდად ეხმარებოდა, რათა მყარი მუხლებით დამდგარიყვნენ გზაზე თავის თანაორდენოსნებს თუ სხვა შემოქმედებითი სფეროს მოღვაწეებს, რათა ზოგს წიგნები გამოეცა, ზოგს თავისი ნახატების გამოფენა გაეკეთებინა თუ ასე შემდეგ და აი მინდა გაჩვენოთ აი ეს წიგნი, რომელიც შემდგომ უკვე გამოიცა მეორედ პაოლომ სიცოცხლეში მხოლოდ აი ამ მოგრძალებული წიგნის გამოცემა მოახერხა პროზაული ხასიათისა ფერადი ბუშტები წიგნი გახლავთ, რომელიც პაოლომ სიცოცხლეში გამოაქვეყნა და მხოლოდ ეს მოასწრო. და მისი პირველი პოეტური კრებული 1955 წელს გამოიცა და თქვენის ნებართვით მოვიშველიებ ესე ვთქვათ ნუსხას შიშით იმისა, რომ არც ერთი გამომრჩეს და სანამ ჩავიკითხავ მათ ამ წარმომადგენლობას, სანამ ჩავიკითხავ, მინდა აღვნიშნო წყარო 1922 წელს გაზეთ ბახტრიონში ქვეყნდება გოგლა ლეონიძის რედაქტორობით გამოცემულ გაზეთში ბახტრიონში თუ არ ვცდები მე-9 ნომერში ქვეყნდება ნუსხა, რომელიც მოიხსენიება როგორც ცისფერყანწელთა ორდენის წევრი. უნდა ითვლება ასევე გოგლა ლეონიძეც, რომელიც იმ გამოქვეყნებულ ნუსხაში თავად რედაქტორს თავისი გვარი და სახელი არ ჩაუწერია და იქ არის ცნობა, რომ აპირებს გოგლა ლეონიძე სამტომეულის გამოცემას თუ ვინ არის ცისფერყანწელი. ტიციან ტაბიძე, იგი გახლავთ თეორეტიკოსი, სიმბოლისტური მიმდინარეობისა, ცისფერყანწელებისა,
ასევე სიამის ტყუპად წოდებული პაოლოს და ტიციანი განუყრელად ერთად აკეთებდნენ საქვეყნოს ქართულ საქმეებს, ძალიან მნიშვნელოვანს, რაც კი ამ ლექციაში ჩვენ ვახსენეთ, სწორედაც ეს ძალისხმევა, ერთიანი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრ სფეროში, შემოქმედების სფეროში. ვალერიან გაფრინდაშვილი, ეს გახლავთ მეტად ორთოდოქსი ცისფერყანწელი, უნიჭიერესი პოეტი, რა თქმა უნდა, და პოეტი, რომელმაც ახალი რითმებით, მრავალი ახალი რითმით გაამდიდრა ქართული პოეზია. აქვე მინდა აღვნიშნოთ, ცისფერყანწების პირველ ნომერშიც არის მოწვეული, რა თქმა უნდა, ზურგის გასამყარებლად შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენელი, აღიარებული ცისფერყანწელი გრიგოლ რობაქიძე. გრიგოლ რობაქიძის ფიგურის მნიშვნელობას ეხლა აღარ ჩავყვები და შალვა აფხაიძე, ეს გახლავთ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი, მწერალი, რომლის სახლში ინახებოდა ცისფერყანწელთა არქივი, ისინი აწმყოში გაშლილები და მოღვაწენი ზრუნავდნენ ასევე საკუთარი ორდენის არქივის შექმნაზეც და ეს არქივი გროვდებოდა შალვა აფხაიძის სახლში, თუმცა 20-იანი წლების ბოლოს შალვას ბინას ცეცხლი გაუჩნდას საეჭვო ხანძარი გახლავთ, მეტად ეს არქივი განადგურდა სამწუხაროდ. ნიკოლო მიწიშვილი, ასევე ერთ-ერთი შეწირული ცისფერყანწელი, უაღრესად ნიჭიერი პოეტი, სანდრო ცირეკიძე, განსაკუთრებული მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც სრულად ახალგაზრდა გარდაიცვალა 29 წლისა 1923 წელს. იგი ერთ-ერთი თეორეტიკოსი და ძალიან მოქმედი წევრი იყო ამ ორდენისა. როცა ეს ახალგაზრდები აი ამ საშვილიშვილო საქმეს იწყებდნენ, მან გამოსცა წიგნი მოკრძალებული მთვარეულები, ესეთი წიგნი გახლავთ. საინტერესო თეორეტიკოსია, მას ესეთი იდეაც კი აქვს წამოჭრილი და გაშლილი. თავის ესეში ამას ასაბუთებს კიდევაც, რომ ასეთ რამეს იძახის, რომ დროება ისე აჩქარდება, რომ მომავალი რუდით დრო აღარ დარჩება სქელსქელი წიგნების საკითხავადო და მოკლე მცირე ფორმის პროზას სთვისღად დარჩება დრო და ამიტომ მას ესეთი იდეა ჰქონდა სათაური რომანის. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორედ აი სათაურის რაობას. ეს ძალიან საინტერესო ესეა და თუ კი ამ თემის შემდეგ ჩემო საყვარელო მოწაფეებო დაგაინტერესებთ ეს თემა ზოგადად, შეიძლება მოძიება სანდრო ცირეკიძის და არა მარტო მათი პუბლიცისტური საოცარი მკვიდრეობა დატოვილი, ესეისტური და მეცნიერული კრიტიციზმისთვის გაწეული ღვაწლი მოიძიოთ. არის წიგნები გამოცემული, მახსენდება 96 ესე არის ესეთი წიგნი, სადაც სწორედ ცისფერყანწელთა პუბლიცისტური მოღვაწეობა ჭარბობს ამ 96 ესეში. კოლაუ ნადირაძე, ეს აღიარებული ორთოდოქსი, ალბათ ყველაზე უფრო ორთოდოქსი ცისფერყანწელი, რომელიც ყველაზე უკანასკნელი გარდაიცვალა ცისფერყანწელთა ორდენის. ალი არსენიშვილი, ეს ძალიან საინტერესო პუბლიცისტი, შემოქმედი, მწერალი, პროზაიკოსი და ამავდროულად არ შეიძლება ეს ფაქტი არ ვახსენო, რომ მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ანჩიხსხატის მონასტერის გადარჩენის საქმეში, მისი ღვაწლი ძალიან დიდია. ნიკოლ ორთქიფანიძე, რომელიც ძალზე პროგრესული, ვაწმოსილი უკვე, როდესაც იგი მოიწვიეს ცისფერყანწების პირველ ნომერში, რათა გამოექვეყნებინა ნიკოს მისი გენიალური პროზა, მცირე ფორმისა, მინიატურებით გამოირჩევა. ვიცით ჩვენ ნიკოს შემოქმედება
ახალგაზრდებმა ზურგის გასამაგრებლად და პირველი ნომრის გასამყარებლად შემოქმედებითად რომ გაპარებულიყო. იგი ასევე აი ამ ნუსხაში გოგლა ლეონიძის ჩამოთვლით ნუსხაში ნიკო ლორთქიფანიძეც გახლავთ მოხსენიებული. აგრეთვე უფროსი თაობის წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და ახალგაზრდებისთვის მეტად მნიშვნელოვანი მენტორი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ევროპულ კულტურას და თეორიულად ზოგადად დიდად ეხმარება ახალგაზრდობას, რათა მათ შემოქმედებითი თვალსაზრისით გაიმყარონ პოზიციები. და ლადო გუდიაშვილი მე-12 ცისფერყანწელია ამ ნუსხაში. ლადო გუდიაშვილი ჩვენ ვახსენეთ, რომ არა მხოლოდ მწერლებითა და პოეტებით შემოიფარგლება ცისფერყანწელთა ორდენის არსი, ამ ნუსხაში დასახელებული არის ლადო გუდიაშვილიც. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რა თქმა უნდა, თავად გოგლა ლეონიძე, აქვე უნდა აღინიშნოს სერგო კლდიაშვილი, დიდი დავითის შვილი და თავად უაღრესად მნიშვნელოვანი ქართველი პროზაიკოსი, ლელი ჯაფარიძე, გრიგოლ ჯაფარი, შალვა კარმელი, რაჟდენ გვეტაძე, მეტად საინტერესო პიროვნება, პოეტი, პუბლიცისტი, მეტად ეგზოტიკური, მრავალფეროვანი რითმებით გამამდიდრებელი, ასევე ქართული პოეზიის საუნჯისა. სწორედ მისი სახლის წინ მდებარე ხეზე იყო ასული ტიციანი ლექსების კითხვის სასრულსთაველზე გიონ საგანელი, ივანე ყიფიანი და ლადო მაჭავარიანი, მეტად მნიშვნელოვანი ასევე ახალგაზრდა, რომელიც ვახსენეთ კიდევაც, რომ ჟურნალა ის გამოსცემდა სიმბოლისტური ხასიათისა და აქვე მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, პირველ ნომერს, როდესაც გამოსცემდნენ ცისფერყანწებისა, მაწვილებს ძალიან გულს ტკენდა ის ფაქტი, რომ ვერჩი რომელიმე პოეტესა არ ედგათ და ამიტომ ეს გადაწყვიტეს ამგვარიანად და პავლომ განახორციელა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 1924 წლამდე არც არავინ იცოდა ვინ იყო ეს ელენე დარიანი და თავყრილობაზე მწერლებისა მწერალთა კავშირში კონსტანტინე გამსახურდია გაოცებული კითხულობს, ერთი გამაგებინეთ ვინ არის ეს ქალბატონი ელენე დარიანი, პოეტესა, რომელიც გენიალურ ლექსებს წერს და ხნის განმავლობაში მწერალთა კავშირში თავყრილობებზე მოსული და მაინტერესებს ვინ არის ეს პიროვნება, გამაცანითო და აი წარმოიდგინეთ, რომ 8 წლის მანძილზე რამდენად შეკრული გუნდი იყო ცისფერყანწელთა ეს ორდენი, რომ 8 წლის მანძილზე არც კი გავიდა ინფორმაცია თუ ვინ იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან. კონსტანტინე აღფრთოვანებით და გაოგნებით კითხულობს თუ ვინ არის ეს პოეტესა ელენე დარიანი, რომელიც ლექსებიც მართლაც საოცარია და გამაოგნებელია, იმდენად პოეტურადაც მეტად ღირებული ლექსებია, 14 ლექსია გაბნეული ცისფერყანწელთა პერიოდიკაში, ეს იქნება ვთქვათ ბაქტრიონი, რუბიკონი, ეოცნებენ იმავები ცისფერყანწელი თუ სხვა. მაშინ გავნაგზოთ ნუსხა და კიდევ ერთხელ მოგზაურობით გთხოვთ მაპატიოთ, აი ჩავიკითხა, იმიტომ რომ მე მაშად ყველას დასახელება ზეპირად გამიჭირდება. რაუდ გოგოხია, ინა რეჟანი, იოველს ჟორდანია, რომელსაც ეს ფსევდონიმი ჰქონდა, კოკი ებრალიძე, გრიგოლ ზოდელი, გრიგოლ ცეცხლაძე, მიქელ პატარიძე ვახსენეთ, ფსევდონიმით კონეს პერელი, კონსტანტინე გაჩეჩილაძე, არჩილ კორინთელი, ძალიან დაახლოებული არის ცისფერყანწელებთა და სიმბოლური ლისტური იდეებს უაღრესად იზიარებს და თავის პოეზიაშიც მეტად თვალნათლივ ჩანს მშვენიერი პოეტესა ნინო თარიშვილი, ეს ცნობილი პოეტესა, ილი მეუნარგია, იონა მეუნარგიას ქალიშვილი, რომელიც სრულად ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი გარდაცვალება დიდად შეძრა ცისფერყანწელთა ორდენის წევრები ამ ახალგაზრდა ასულის გარდაცვალებამ და ეს მათ პოეზიაში და პროზაში არის კვალად დამჩნეული. და ბოლოს ირაკლი ყანჩელი, აი აქ დავასრულებდი ამ ლექციას და ვიტყოდი ასეთ რამეს, რომ სიმბოლისტთა იმჟამინდელია ეს
მოღვაწეობა განვიხილეთ ჩვენ იმ მიზნით, რომ რა თქმა უნდა განვაგრძოთ ციკლი შემდგომ ლექციაში ვისაუბროთ, როდესაც შევეხებით ფიროსმანის გენიალური ნიკოლას შემოქმედებით, მოღვაწეობას მოგზაურობით, როდესაც შევეხებით, ვისაუბროთ სამხატვრო ასპარეზისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი იყო ცისფერყანწელთა მოღვაწეობა ამავე დროს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.